საღამო მშვიდობისა თქვენ უყურავთ ყოველკვირეულ საინფორმაციო გამოშვება ობიექტივს. 27 ივლისს გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ ზარალი მიაყენა ნაკიფუს თემის ლეჟას უბანში მცხოვრებ 5 ოჯახს. სტიქიის შედეგად დაიტბორა სახლების პირველი სართული, დაზიანდა გზები, განადგურდა თხილნარი, ხეხილი და სიმინდის მოსავალი. დაზარალებულების თქმით, სასწრაფოდ მოწესრიგება საჭიროებს ხელეები, უბნებთან დამაკავშირებელი გზები, მილხიდები და წყალსაწრეთი არხები. ასევე ძლიერი ნალექის შედეგად ზიანი მიადგა მედანის თემისა და სოფელ ეწერის მოსახლეობას. ჩვენ ვიმყოფებით ლეჟის ტერიტორიაზე. ნაკიფუს ერთ-ერთი უბანი, რომელიც არის თაგორიანი, გვაწუხებს წყალდიდობა, უგზობა, გზა გასაკეთებელია, ყველაფერი ჩამოირეცხა, მიმოსვლა შეწყვეტილია. გზები გააფუჭა, ყველაფერი ბოსტანი გააფუჭა. რა ვიცი, ყოველ წელს, ყოველ წვიმის დროს ასე. დაპირება ყოველთვის არის, მაგრამ მე ხო უნდა გაკეთდეს, არაფერი არ გაკეთდება. აქ ისეთი რელიეფია, რომ ამას ძალიან დიდი მოხედვა უნდა, მაგრამ რა ვიცი, აბა შევგროვდებით, რაღაცა განცხადებები უნდა გავაკეთოთ, რაღაცა გავაკეთოთ და შეიძლება ამას არ ეხება, მაგრამ ერთი პრობლემა კიდე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ აქედან დაშორებული ვარ წალენჯიხას 17 კილომეტრით, ხოლო ჩხოროწყუს ვარ დაშორებული 2 კილომეტრით. აი, სასწრაფოს რო გამოვიძახეთ, 24 ოჯახია. გამოვიძახეთ, ჩხოროწყუ იძახეთ, ჩვენ არა, არ შეგვიძლია ეს წალენჯიხის რაიონია იძახიან. ხო და ვართ უკიდურეს მდგომარეობაში ამ მხრივ. და რა არის ეს, რა საშველი არ დაადგა? წალენჯიხიდან მოდიან 10 საათი, მათ არც ვიცნობენ ნორმალურად და არც იციან რომ აქ ლეჟა. იძახიან რომ დაგვხვდით არიქა გზაზე, სად ახართ, სად არის ავადმყოფი. ჩხოროწყუმ ყველაფერი იცის და რომ მოგხედონ ამისთვის და რაღაცა რომ გააკეთონ, არ შეიძლება? აქ არის ხალხი, მოხუცები არიან, ავადმყოფები, გულით ავადმყოფი ყავს, ისეთი მძიმე ავადმყოფი და სულ ამ პრობლემაში. ნაკიფუსში ლეჟას უბანში ხალხი მიაღვარმა გადაგა თითქმის გზა ოჯახებში შეუვარდა ხალხს წყალი და მიაკანა დიდი ზარალი. დაკარგულია საცხოვრებელი სახლები, ხელი მთლიანად წალეკა და ძვირადღირებული სიტუაცია. რაიონს არის წოდებული ინფორმაცია, რომ ასე ზარალია, მოვიდა კომისია და მთლიან ზარალს პრესტავად იქნება შესაბამისი დახმარება მემგონი. გასულ კვირას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა ახალი მოწვევის საკრებულოს რიგით მესამე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა ახლად არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ხვინჭილია. საკრებულოს თავმჯდომარემ კოლეგებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ნდობისათვის და წარმატებები უსურვა. ასევე მან თავმჯდომარის მოადგილედ დაასახელა გონერ კვარაცხელიას კანდიდატურა, რომელიც არჩეულ იქნა 23 ხმით. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით თავმჯდომარის მოადგილის არჩევა საკრებულოს თავმჯდომარის პრეროგატივაა და დღეს მათ ამისი უფლება მოსილოდა, რომ წარმოგიდგინოთ თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ბატონი გონერ კვარაცხელია. ამავე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი და გამგეობის დებულება, რომელთა დამტკიცების შემდეგ ფარული კენჭისყრით აირჩიეს საკრებულოს მუდმივ მოქმედი კომისიების თავმჯდომარეები. სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ასმად კვარაცხელია, საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ ილია გურუა, ქონების მართვის და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ დალი კვარაცხელია, იურიდიულ სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ვლადიმერ გაბელია, ხოლო სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს ანზო ფიფია. სხდომის დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ თემურ ხვინჯილიამ განცხადება გააკეთა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2 ფრაქციის დაფუძნებისა და მისი თავმჯდომარეების არჩევის შესახებ. საკრებულომ ფრაქციების შექმნისა და თავმჯდომარეების არჩევა ცნობად მიიღო. ამით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მესამე სხდომა დახურულად გამოცხადდა. მომდევნო სხდომა 29 ივლისისთვის არის ჩანიშნული. სამანდატო კომისიაში შემოვიდა და გაცნობთ, რომ დაფუძნდა 2 ფრაქცია. ქართული ოცნება ეროვნული ფორუმი და ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატები. ხო, მიიღოთ ეს ცნობა და ქართული ოცნების თავმჯდომარეა, ქართული ოცნება ეროვნული ფორუმის თავმჯდომარე ვახტანგ კუშტულია, ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარეა ლევან ფიფია. თან ის საკუთები ყველაფერი წესრიგში. ცნობად მიიღო, აბარაჯიკო.
პირველ რიგში მადლობა მინდა უთხრა ამომრჩევლებს, რომელმაც მომცა მანდატი გავხარიყავ საკრებულოს წევრი, მე მადლობა მინდა უთხრა საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელმაც დამასახელა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატად. მე მადლობა მინდა უთხრა საკრებულოს წევრებს, რომელმაც დროება გამომიცხადა იმათაც, ვინც მინდა მადლობა უთხრა, ვინც მონაწილეობა არ მიიღო და რაღაც მიზეზების გამო მონაწილეობა არ მიიღო კენჭისყრაში. ეს არის უდიდესი დროება. ამას დიდი მონდომება უნდა, დიდი გამართლება უნდა, დიდი შრომა უნდა, რომ უფრო უკეთესი გავხადოთ ჩვენი წალენჯი ხა, უფრო უკეთესად ვემსახუროთ ჩვენს ამომრჩევლებს, ვიზრუნოთ მათი პრობლემების მოგვარებაზე, ვიზრუნოთ ჩვენი წალენჯი ხას ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, უფრო კეთილმოწყობილი გავხადოთ ჩვენი წალენჯი ხა და ამისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა შეუქმნათ მასშტაბურ ხელისუფლებას, გამგეობას საკრებულოში. აი ეს იქნება ჩემი საზრუნარი. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა და მუდმივ მოქმედი კომისიების თავმჯდომარების არჩევის პროცესში საკრებულოს წევრებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან პროტესტის ნიშნად მონაწილეობა არ მიუღიათ. სხდომის დაწყებამდე სხდომათა დარბაზის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა ელგუჯა მესხიამ. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს და სანამ იმ რიგით არ დავჯდებით და იმ რიგით არ იქნება და დაალაგებული ჩვენი სახელი და ვარები, მანამდე ჩვენ სხდომას არ დავასრულებთ. მადლობ ყურადღებას. გაცნობიტ ისახის შეხვედრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბენეფიციარ მუნიციპალიტეტებთან. გასულ კვირას ქალაქ თბილისში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გაიმართა შეხვედრა ბენეფიციარი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, სადაც მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე იოსებ ბაღატურია და ამავე სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ქეთი გომელაური. შეხვედრის ფარგლებში მოხდა პროექტის ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში, შედეგების გაცნობა და თანამშრომლობის ახალი პერსპექტივების განხილვა. სერვისების განვითარების სააგენტო უკვე 3 წელია თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან და რამდენიმე ფართომასშტაბიან პროექტს ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. ერთ-ერთი ასეთი პროექტია ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების განვითარებას, თვითმმართველ ერთეულებში მმართველობის გაუმჯობესებას, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას. პროექტი ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: ელექტრონული საქმის წარმოების დანერგვა საპილოტო მუნიციპალიტეტებში და საზოგადოებრივი ცენტრების დანერგვა. ამჟამად საქართველოს მასშტაბით 12 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. წლის ბოლომდე დამატებით 6 საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაა დაგეგმილი, მათ შორის წალენჯიხაშიც. საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით სოფლად მცხოვრები მოსახლეობა სარგებლობს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისებით. ასევე ცენტრში ხელმისაწვდომია უფასო ინტერნეტი, ელექტრონული ბიბლიოთეკა და შეხვედრების ოთახი. ფიქრობ არ არის აუცილებელი აქ ზედმეტად იმის ხაზგასმა, თუ რაოდენ დიდია ის მნიშვნელობა, რომელიც ამ პროექტის განხორციელებას უკავშირდება. მე მგონი ამას თითოეული ჩვენგანი კარგად ხვდება და არა მხოლოდ აქ დამსწრე საზოგადოება, არამედ ის ადამიანებიც, ვინც არიან ყოველდღიურად აი ამ პროექტის მომხმარებლები. ვფიქრობ, რომ ეს არის მომავლის პროექტი და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ამან ძალიან დიდი დადებითი ნაყოფი უნდა მოიტანოს ყველა შემთხვევაში. რასაკვირველია, ამ ნაყოფის და წარმატებით განხორციელება საერთოდ პროექტისა დამოკიდებულია არა ცალკეულ ადამიანებზე, არამედ ძალიან ბევრი ადამიანის წარმატებულ საქმიანობაზე და აქედან გამომდინარე ჩვენ ვისურვებდით, რომ ისე როგორც ჩვენი, ასევე თქვენი თითოეული თქვენგანის საქმიანობა ყოფილიყოს ძალიან ნაყოფიერი, პროდუქტიული, წარმატებული, თუ არ ვიტყვით ინოვაციურს, განვითარებაზე ორიენტირებულს და ასე შემდეგ. ტურნირი მინიფეხბურთში წალენჯიხის თასზე. მიმდინარე წლის 26 ივლისს ვლადიმერ შანავას სახელობის სპორტულ დარბაზში დაიწყო მინიფეხბურთის ტურნირი წალენჯიხის თასი 2014, რომელშიც მონაწილეობას იღებს 23 გუნდი. თამაში მიმდინარეობს ოლიმპიური სისტემით, თითო ტაიმი გრძელდება 20 წუთი. უკვე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მაგანესა და მიკის, საჩინოსა და სკურის სამის, სკური 2-სა და ლაკადეს, არმიასა და მაფანოლოთხის, სანაპიროსა და ქუქის, დოჯალაგესა და ლეხარჩილეს, ასევე მე-13 რაიონისა და ლეის
ადგილის გუნდები. 26-27 ივლისის შეხვედრების შედეგად მერვედ ფინალში იასპარეზებენ მიკის, საჩინოს, ლაკადას, არმიას, სანაპიროს, დოჯალაგესა და ლიის გუნდები. მეოთხედფინალი ჩატარდება 5 აგვისტოს, ნახევარფინალი კი 10 აგვისტოს, ხოლო ტურნირის დასრულითი შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 16 აგვისტოს. ქალაქ წალენჯიხაში მინიფეხბურთის ტურნირი მიმდინარეობს არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ალიანსის ინიციატივითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ლევან ქარდავას პატრონაჟითა და მხარდაჭერით. აღსანიშნავია, რომ ეს ტურნირი უკვე მეორე წელია ტარდება წალენჯიხაში და მისი მიზანია ფეხბურთის თამაშის მუდმივად განვითარება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ფეხბურთის როგორც ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სპორტის ამ სახეობაში ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების აღმოჩენა. ტურნირის დახურვის ცერემონიალზე მოხდება საპრიზო ადგილებზე გასული გუნდების დაჯილდოება გარდამავალი თასით, სიგელებითა და ფულადი თანხით. პირველ ადგილზე გასული გუნდი მიიღებს ფულად ჯილდოს 700 ლარის ოდენობით, მეორე ადგილზე გასული 500 ლარს, მესამე ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 300 ლარი, ხოლო მეოთხე ადგილის დაკავებისათვის გუნდი მიიღებს 100 ლარს. ასევე გამოვლინდებიან საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო მეკარე. მათ კი გადაეცემათ 50 ლარის ოდენობით ფულადი თანხა. მიმდინარე წლის 27 ივლისს ქალაქ წალენჯიხის ცენტრალურ მოედანზე ღია ცის ქვეშ ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი სახელწოდებით სიყვარულის გზებით. აღნიშნულ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს მოსკოვში მოღვაწე ცნობილმა მომღერალმა და კომპოზიტორმა, თანამედროვე მეგრული სიმღერების უბადლო შემსრულებელმა თეიმურაზ ბოჯგუამ, ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა, ვერხო ყუდივაძემ, ბესო კალანდაძემ, ალეკო ადამიამ, ხატია გადელიამ და ელიზამ. საღამოზე შესრულდა თანამედროვე მეგრულ ქართული სიმღერები, ასევე წალენჯიხელების წინაშე ახალი სიმღერის წარსდგა თეიმურაზ ბოჯგუა, რომელმაც ააშღერა ლადო კვარაცხელიას ტექსტზე შექმნილი სიმღერა სოფელ ჩქალზე. კონცერტის მსვლელობისას სცენაზე ავიდა და წალენჯიხელებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პოეტმა და ტექსტის ავტორმა ლადო კვარაცხელიამ. სტუმრებთან ერთად საღამო გაალამაზეს წალენჯიხის საგანმანათლებლო განყოფილების მოსწავლეებმა, მებონიების მომღერალმა ოჯახმა, ასევე წალენჯიხაზე დაწერილი სიმღერა შეასრულეს თამუნე მიქავამ და კახა კვარაცხელიამ. აღსანიშნავია, რომ ძლიერი წვიმის გამო ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტი ჩაიშალა. თბილისიდან ჩამოსული მომღერლები და მოედანზე შეკრებილი წალენჯიხელი ახალგაზრდები იძულებულები გახდნენ დაშლელიყვნენ. Kocha, ხალხო, აი ნამდვილი мама პაპული. ისევ მოусმენთ ილიას, ბევრჯერ ვისაკვებთ ნინოს ჟეირანს.
ამხედრებული ტატოს მერანზე ისე უმოვიქნებთ გორგასალის ხმელს ხოხბის ნამფრენიო თაჭარიდან გავანთლიანებთ ქართულ მიწა-წყალს ცოდნეს გმირობას ვისწავლით სიმართლის მახვილს ავმართავთ პატრიარქს გულში ჩავიკრავთ ტანძრებს აუგებთ წამებულთ ნინოს შვარს პატიებისთვის ვემთხვევით მუხს და დაჩოქვით დობით და უღალატობით აგვანს დაუწევთ კაცობას ძმა მხოლოდ მისთვის მოხდება არ მოინდომებს მისკენ გაწევას მადლობთ Kalis silamazes das isaturas Silamazit gantmuli am pianis kuri Janis kalis kheoba da jicha megrui Talenji khas gadmokhurebs matskhobris jari Talenji khas ibaraves mama opani Talenji khas akhavelo damatliano Sheskushevshi lamazebi Didi sixaruli წინი უწყობი ეს პატარა სიმღერაც ფიშე მოგიწყობი შეგიძლიათ აპლოდისმენტები დააჯილდოთ მე მინდა შეგისრულოთ ახალი სიმღერა რომლის ლექსი დაწერა ბატონმა ლადო კვარაცხელიამ ეხა თუ სიყვარულია სიყვარული უნდა იყოს პირველი სიყვარული გამოდის ჯგალია ჟაჟდალია სხვა გომინჯუ ჟაიოლ შედიდ გვალეფი ოკალმახე ადგილებდო ჭიშტებდო ბავარჩხილეფი სქურდო ჯგალი დიდაცალო მინჯენ ჯვეშიშ ნაჯარ გვალს ჯგალურ მუზას ბრელი ხვამას მუსხე კოჩიშ უდეკარს ხორონთქირო უძინას Avedzo savto jgalud gvarsu Okhwameshi matan galsu Wemi arkens drodo khansu Nevchwa ugu khujuri Jweshi shkhwamas warchkilasu Arkwani shejgalud shkua Kochanatu vamirdasu Kvestinashia batoni vemkho Gudivadze Achtung! Aufschreiben! Მინდა მოვიწვიო ფანტასტიკური კალბატონი, ნიჭიერი მომღერალი
სიაში ხატია გადელია გავატაროთ ხატია გადელია ძალეჯიხას გაუმარ 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 ზემოდერხა დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება ობიექტივი მე მომავალ კვირამდე გემშვიდობებით ბედნიერ კვირას გისურვებთ ნახვამდის